დავაჩერებ ერთი მოგესალმებით ყველას, დღეს გაგაცნობთ მანქანას, რომელიც შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, Mitsubishi Airtec. რაც თავარია გეტყვით, რა უპირატესობები აქვს და რატომაა დაუფასებელი ეს მანქანა საქართველოს ბაზარზე. აქვე იმას დავამატებ, რომ ჩემი აზრით იმ ხალხისთვისა ეს მანქანა დაუფასებელი, ვისაც არასდროს არ ყოლია და არ იცის რა შეგრძნებები აქვს და პრაქტიკაში არ გამოუყენებია არასდროს და ვფიქრობ, ვისაც ყოლია და ვისაც მინიმუმ 1-5 წელი მაინც დაუტოვებია მის ფლობელობაში. აი ასე გამოიყურება Mitsubishi Airtec. სიმაღლე SUV-ისთვის საკმაოდ კომფორტულია, ერთდროულად ურბანული და ოფროუდული სტილი აქვს, რაც მოსახიებულია ამ კლასში. თქვენ რას ფიქრობთ ამ მანქანაზე, დაწერეთ კომენტარებში. იმედი მაქვს დეტალურად გაჩვენეთ გარედან მთლიანად მანქანა როგორია, როგორ გამოიყურება. მე მინდა გაჩვენოთ ამ მანქანის წინა მხარე როგორ გამოიყურება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი აზრით ძალიან კარგ მდგომარეობაში არის ეს კონკრეტული მანქანა რა. ზაზორებს თუ დავაკვირდებით აქ, ფარის ზაზორებს, ქართულად როგორა არ ვიცი. ფარის ზაზორებს, კაპოტის ზაზორებს და ბამპერის ზაზორებს თუ დავაკვირდებით, იდეალურად ზის, არანაირი დეფექტი არ აქვს და არ აღენიშნება და ყველაზე მეტად ეს მომწონს, რომ ესეც შენახულ მდგომარეობაში არის ამ წლოვანების მანქანა და ესე კარგად გამოიყურება წინიდან. მოდი ახლა გადავინაცვლოთ სალონში და სალონში ვეგეტყვით ამის ტექნიკურ და ვიზუალურ წუნებს და ასევე პლუსებს და ცოტა ხანში ტესტ დრაივის გავატაროთ პატარა რა შეუძლია ამ მანქანას. სალონში რა მინუსებით შემიძლია ვთქვა? ერთი არის ტორპედო, იქიდან გამომდინარე, რომ არის ძალიან რბილი მასალა და ოდნავ ფჩხილის გაყრაზე სულ რომ ზიადგას ეგრევე იქერცლება. მეორე მინუსი რაც არის სკამის, აი ეს ნაწილები, მხოლოდ ამ ნაწილებს მოსდის ესეთი რაღაც, რომ იქერცლება, მაგრამ ეს მოგარებადი პრობლემაა და ასევე მეორე მხარესაც ზუსტად ეგრე აქვს რა. სალონში დანარჩენ მინუს ამ მანქანას ვერ უპოვი ვერანაირს. შვენიერი მანქანა, შვენიერი ფართი აქვს, შვენივრად ეტევი, როგორც SUV მანქანა. ეს არ არის იმის ჯიპი, რომ სადღაც ძალიან მაგარი ტალახები და მთები დალაშქრო და გადალახო, მაგრამ განახებთ ცოტა ხანში ტესტ დრაივს როგორ დადის და რა შეუძლია. შვენიერი ფართი არის, ეს არის SUV, წინა წამყვანი არის და ერთ-ერთი მინუსი კიდე რაც აქვს ამ მანქანას, ძრავში გადავინაცვლოთ და იქ გეტყვით. კონკრეტულ ამ მანქანას არ აირტეკებს მინუსი რაც აქვს, ეს არის საწვავის სისტემა GDI, ზუსტად როგორ განიმარტება და როგორ ითქმება ნახდათ არ ვიცი, მაგრამ აქედან შედის ძრავში ამ ნაწილიდან საწვავი და ეს პრობლემა არის ყველა აირტეკში მოკლედ. საწვავი აღარ მიეწოდება, როცა ეს GDI ნაწილი უფუჭდება. ხვირი არ ღირს 300-დან 350 ლარამდე არის, სადღაც ამ ნაწილის გამოსვლა. ეს კონკრეტული მოდელი არის გაზზე, დადის გაზზე, წვავს ძალიან ცოტას. და მგონი 90%-ს ვისაც აირტეკი ყავს, ყველას გაზზე ყავს, იმიტომ რომ როგორც ვიცი ეს მანქანები ბენზინზე არ მივლია და ნახდათ არ ვიცი, მაგრამ მე როგორც გავიგე ბენზინზე წვავს ძალიან ბევრს. იმდენად ბევრს, რომ ანუ ეს მანქანა ამდენს არ უნდა წვავდეს რა. ამიტომ ეს მოდელიც არის გაზზე. დაახლოებით 19-დან 23 ლარამდე გააჩნია სად ჩაასხავდა რა ღირს რა ფასი აქვს და როგორ 19-დან 23 ლარამდე გაზით გაივლით 100-დან 130 კილომეტრამდე, რაც ძალიან ეკონომიურია. ეს კონკრეტული მოდელი არის 2.4 ძრავის ლიტრის მოცულობით. არსებობს ასევე 2.0 ტურბო და 2.0 ჩვეულებრივი გონი თუ არ ვწდები ზუსტად არ ვიცი. ეს კონკრეტული არის 2.4 ტურბინის გარეშე. მოდი ახლა ჩავჯდეთ პატარა ტესტ დრაივი გავატაროთ და ნახოთ როგორ დადის უგზაობაზე. დაძვრისთანავე იგრძნობა ამ მანქანის მდგომარეობა, როგორ მდგომარეობაში არის ეს კონკრეტული მანქანა. ძალიან კარგ მდგომარეობაში არის, არაფერი არ ჭირდება, დადის ძალიან რბილად. ყველა ამორტიზატორი გამოცვლილი აქვს, პერედოკი მთლიანად გამოცვლილი აქვს, არაფერი დეფექტი არ აქვს, მოკლედ ძალიან კარგად მოძრაობს ესეთ გზებზე და ჩემი აზრით ძალიან კარგი SUV მანქანა არის, რომელთაც შეგიძლია ყოველდღიურად ქალაქში გადაადგილდე და ასევე უგზო-უკვლაობაზე გადახვიდე თავისუფლად. ეხლა კალიაში და ალახში, ხელათოლში არ უნდა ჩააგდო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის 4x4 ვერ იზავს მაგას, მაგრამ ისეთ გზებზე, რასაც ახლა ნახავთ, დადის ჩვეულებრივად და ჩვეულებრივად უკლავდება, არანაირი პრობლემა არ აქვს. დიდი არაფერი განსაკუთრებული არაა ეს აღმართი, მაგრამ მოდი ვცადოთ აქ ასვლა და აქაც გაჩვენებთ როგორ ავა. და გაითვალისწინეთ, რომ გაზზე არის ეს მანქანა და შედარებით მეტი ძალა აქვს დაკარგული, ასე ვთქვათ, გაზზე მოძრაობისთვის. მაგრამ ადის ჩვეულებრივად არანაირი პრობლემა არ ექნება. დიდი არაფერი განსაკუთრებული აღმართი, მაგრამ ავიაროთ აქაც ნელა, ნახოთ როგორ ავა.
გაუჭირდება თუ არა, მე მეეჭვება რომ გაუჭირდეს, ვიცი ამ მანქანის შესაძლებლობები. მით უმეტეს გაზით დადის და მშვენივრად დადის, ჩემი აზრით. ასე თუ ისე არის აღმართები, რომელსაც სედანი ვერ დაძრავს. ნუ სედანს არც უნდა ეცადო რომ დააძლევინო ესეთი აღმართები. უბრალოდ მაინტერესებს ამ SUV-ის მდგომარეობა როგორ დადის ესეთ გზებზე. ჩემი აზრით ძალიან თავისუფლად და არანაირი პრობლემა არ ექმნება. როგორც უკვე სათაურით და ფოტოთი მივხვდით, დღეს ამ ვიდეოში გვექნება იარაღის განხილვაც მანქანასთან ერთად, ცოტა კი დაგვაბნელდა, მაგრამ სხვა გზა არ არის, რამენერად უნდა გაჩვენოთ. ეს არის JAW SPA 12. თუ სწორად ვამბობ ამ სიტყვებს არ ვიცი. თურქული იარაღი არის, მოკლედ სანადირო იარაღია, რომელსაც ნადირობისთვის ნაღდათ ვერ გამოიყენებთ, იმიტომ რომ სწორად ამ იარაღს ვერ დაუმიზნებ, გამორიცხულია. ამ იარაღით შეგიძლია თავი დაიცვა, სადმე ლაშქრობაში რო ხარ, ნებისმიერი ცხოველისგან, რავი, თავს თუ დაგესხა, რა თქმა უნდა, უბრალოდ ესეთ ყოილად არა. შესაძლებელია ადამიანისგანაც, ადამიანებიც ესხმიან ხოლმე თავს. თავდაცვისთვის ძალიან კაი იარაღი არის. სანადირო იარაღია, გაფორმებული არის, ფორმდება და არაფერი უკანონო არ არის ამაში. ეს არის ამ იარაღის საბუთი. შეგიძლიათ რომ გაიფორმოთ და გაფორმებული ატაროთ ეს იარაღი. ეხლა გადავიდეთ პატარა ტესტ-დრაივი, არა ტესტ-დრაივი არ გამოდის ამის. ამის სროლა დრაივი, რაღაცა გამოვა რა, რაღაცა ტესტ რაღაცა გამოვა მოკლედ რა. ტყუებს განახებთ, რა ზომა ტყუები მაქვს და შემდეგ რამეს ვესროლოთ, ახოთ რა ზიანს მიაყენებს. ეს არის 12 კალიბრიანი ტყუები, 28 გრამიანები და ხოლო მეორე არის ასევე რა თქმა უნდა 12 კალიბრიანი 34 გრამიანები. იარაღში ეტევა 5 ტყვია, 4 ცალი აქ და მე-5 გადატენილი. 3 ცალი ჩავდოთ, მოდი ჩვენ ამჯერად. და ნენელა ვესვრი. გადატენვის პროცესი ესეთია. მინდა რომ კოკოლის ქილას მოვარტყა, იმედი მაქვს რომ მოვარტყავ. ცოტა მეეჭვება, იმიტომ რომ ამას კიდევ გითხარით რომ ისეთი მიზანი არა აქვს რომ სანადიროდ გამოიყენოთ და ცადოთ მოკლედ დაახლოებით გეტყვით ეხლა რამდენი მეტრიდან ვესვრი. 1 2 3 4 5 6 7 8 8 მეტრიდან ვესროლოთ მოდი. აუყურები მიწვის ძალიან და სავარაუდოდ გავარტყი მიწას. კი, მიწას გავარტყი, ბოთლს არაფერი არ ჭირს, საერთოდ სავარაუდოდ აქ ვისროლე და უბრალოდ ასკოლკამ გადააგდო. ამ იარაღის გასროლისას აუცილებელია რომ ყურზე გეკეთოთ დამცავები და სათვალეც თუ გეკეთებათ, კაი იქნება რა. იმიტომ რომ ეხა ყურები ძალიან ამეწვა. 2 ცალი დაგვრჩა ჩატენილი და ეხა ზედიზედ უბრალოდ გავისვრი. ნახოთ როგორ ისვრი ზედიზედ გადატენით. ვინმე ცოტა სუსტები თუ ხართ, გირჩევთ რომ არის სრულად, თორე ალბათ კადრშიც მეტყობოდა, როგორი ადაჩა აქვს იარაღს რა. რაღაცა ნაწილი მოხვდა მოკლედ. აი ესე გამოიყურება საფანტი 28 გრამიანის. ერთი 34-იანიც გავისროლოთ და ჩემი აზრით საკმარისია ამ ვიდეოსთვის. 19-იანს მეტად დიდი ადაჩა აქვს და მეტად დიდი ხმაც აქვს და იმედი მაქვს რომ ადვილად გავუმკლავდები. და ყარად უნდა დავდგე ეხა ვიდრე ვდგებოდი აქამდე. თუ მეტად ვიგძენი აი ამ ადგილში. რეზინა კი უყენია ამ მოდელს. მაგრამ ძალიან მტკივნეული არის და მგრძნობიარე არის მაინც რა. ეს იყო დღევანდელი ვიდეოსო, თუ მოგეწონათ დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ზარისღილა კი აუცილებლად ჩართეთ და შევხვდებით შემდეგ ძალიან მაგარ ვიდეოში, რომელშიც გელოდებათ მოგზაურობა, როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნე.